Can you see by the dawn's early light? ამერიკის პრეზიდენტები მე-7 ენდრუ ჯექსონი 1829 წელი. ეს არის წელი, როცა ენდრუ ჯექსონი გახდა პრეზიდენტი. და მე ვიტყოდი, რომ თვისობრივი ცვლილება მოხდა ამერიკის ისტორიაში. ეს ცვლილება ძალიან გავს, შემდეგ რამდენჯერმე გამოვიდა და ცოტა ხნის წინ, სულ ახლა ხანს პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობისას მე მგონი სწორედ ბევრმა იპოვა ეს ანალოგია, რაღაცებს გავს მოვლენებს ჰქონდა ადგილი. მე ვგულისხმობ რას, როდესაც ისტაბლიშმენტი, ვაშინგტონი, როგორც ამბობენ კორუფცია, როგორც ამბობენ ბიუროკრატია ძალიან განვითარდა და თითქოს დაკარგა პირდაპირი კავშირი ხალხთან. და ეს გამოიყენა სწორედ ენდრუ ჯექსონმა, ისევე როგორც ეხლა ხანს ცნობილმა პრეზიდენტმა და აპელირება იყო ხალხთან. და ენდრუ ჯექსონი იყო პირველი, რომელიც არანაირ კავშირი არ ჰქონდა დამფუძნებელ მამებთან, სხვა ვიტყოდი სხვა სამყაროს წარმომადგენელი იყო, უფრო სამხედროსი, უფრო ხალხთან ახლოს და გახდა პრეზიდენტი. 29 წელი. ორჯერ მოიგო პრეზიდენტობა წინა მორბედისგან განსხვავებით და 8 წელიწადი იპრეზიდენტა. ცოტა შეიძლება ბევრი მოუყვე ენდრუ ჯექსონის ბავშვობაზე, მაგრამ მნიშვნელობა ვთვლი, იმიტომ რომ კარგად დაინახავთ, როგორ ჩამოყალიბდა აი ამ ადამიანის ფსიქოლოგია და ხასიათი. კიდევ გამიმეორებ, ეს ჩვენი ნარკვევები, ეს ჩვენი მოკლე ვიდეოები არ არის, არავითარი პრეტენზია არ აქვს, რომ ეს არის რაღაცა ძირეული და მნიშვნელოვანი ისტორიული კვლევა, ან რაღაც აღმოჩენა, უბრალოდ შეხსენება. ძალიან საინტერესო ისტორიის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორდება. ძალიან ბევრი რამ თუ კი ვიცით წარსული, დავინახავთ სხვანაირად ახალს და დღევანდელს. და უამრავი ზღვა მასალა არსებობს. ყველგან და თუ კი ინტერესი გაგიჩნდებათ, უბრალოდ შეგახსენებთ, იკულიეთ, ნახეთ, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ, მაგრამ დავუბრუნდეთ ჯექსონთან. ჯექსონის მშობლები გადმოსახლდნენ ირლანდიიდან და უკვე ყავდათ ორი ვაჟი, ენდრუ ჯექსონის უფროსი ძმები და თვითონ ენდრუ დაიბადა უკვე ამერიკაში. დაბადების წელს მამამისი გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, ლოგინგ ინციდენტ, ანუ დიდი ხეების მორების გათვლაში ჭრის დროს რაღაცა მოხდა, რასაც შეეწირა ენდრუს მამა და დარჩა მისი დედა. ხასიათიანი ირლანდიელი ქალი იყო, სამი შვილი გაზარდა, ფიქრობდა, რომ ენდრუ გამოვიდოდა მისიონერი ან პილგრიმი, ან რაღაცა საეკლესიო მოღვაწე, ან პასტორი, ეს ეზრდიდა, მაგრამ ბედმა სულ სხვანაირად ინება. ამ დროს დაიწყო ეს რევოლუციური ომი, დაიწყო შეტაკებები და ენდრუს უფროსი ძმა სწორედ ამ რევოლუციურ ომს შეეწირა, დაიღუპა ბრძოლაში. ეს იცით, რომ ბევრი წელი გაგრძელდა და ამ ირლანდიელმა ქალმა თავისი ორი პატარა შვილი ასევე გაუშვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ენდრუ და მისი ძმა ჩავარდნენ ტყვედ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია, როდესაც ინგლისელი ოფიცერი თხოვდა მას, რომ შექმნები გაეწმინდა. აი ამ ტყვედ ჩავარდნილმა სულად ახალგაზრდა კაცმა ძალიან ჯიოტი იყო, თქვენ სატყობთ ალბათ, უარი თქვა, რის გამოც ხმალი გადაუსვეს და სახეზე დარჩა ცნობილი ჭრილობა, ასევე ამის ნახევარი ხელი ჩამოათავა. ასე თხოვეს მის უფროს ძმას, მოსთხოვეს უფროსად იმანაც უარი თქვა, ისიც საშილად აწამეს და მერე დაიხსნეს ტყვეობიდან რაღაცა ხნის გამო გავიდა ხანი და დედამისმა მოახერხა, გაცვალეს ეს ტყვეები, ეს თავისი ორი შვილი დაუბრუნა და ენდრუს უფროსი ერთადერთი გადარჩენილი ძმა 2 დღის მერე გარდაიცვალა, ვერ გაუძლო მდგომარეობა საშიც იყო. საშინელ დღეში იყო თვითონ ენდრუც, მაგრამ დედამისმა მოახერხა და მოუარა და გამოაჯამთელა, ასე ვთქვათ. ამის მერე თვითონ დედა ვოლონტიურად იყო, ეხმარებოდა ჰოსპიტალში აი ამ დაჭრილი რევოლუციურ ომში დაჭრილ ჯარისკაცებს. შეეყარა ხოლერა და გარდაიცვალა და სულად მარტო დარჩა ენდრუ. აი ესეთი ბავშვობა და წარმოგიდგენიათ, როგორ უყვარდა ინგლისელები. აი მთელი ცხოვრება გაყვა ეს მე ვიტყოდი ბողმა.
სისასტიკე და კიდევ კარგად გაუძლო, რომ იმხილა ძალაუფლება ჩააგდო ხელში, ბოლოს გახდა ამერიკის პრეზიდენტი და არავითარი ასეთი გამოვლინება არ ქონდა, თუმცა კი ყოველთვის ძალიან მკვეთრი და გადამწყვეტი ადამიანი იყო. ამის მერე სულ ომშია. პრაქტიკულად ყველა სადაც რამე გაფაჩუდა და სადაც თოფი გაისროლეს, ენდრუ ჯექსონი იქ მონაწილეობს. და როდესაც დაიწყო კიდევ შემდეგი ეტაპი, ენდრუ გამოაცხადა, რომ იგი ვოლონტიერებს მოაგროვებს და მიეხმარება მთავრობას. აქ აი ვოლონტიერებს მოაგროვებს ძალიან დაუკვირდით ამ მომენტს. ენდრუ ჯექსონი არ არის მთავრობის კაცი, თორე ის წავიდოდა სამხედრო სამსახურში. ის არის ვოლონტიორი, ის არის ფაქტიურად აი ჩვენთან 90-იანებში გაიარა, კარგად ახსოვს საძმოები. საძმოების ადამიანია, ის აგროვებს თავის გარშემო ხალხს. ყოველთვის არის დამოუკიდებელი, ყოველთვის იბრძვის და ყოველთვის მთავრობა ცდილობს ესეთი ხალხი ოდნავ გვერდზე იყოლიოს. მას უარი უთხრეს მოაგროვა ეს ვოლონტიორები, მაგრამ უარი უთხრეს ჩართვაზე, სანამ ძალიან არ გაუჭირდა. და ზედიზედ როდესაც წავიდა რევოლუციური ჯარის დამარცხებები, მხოლოდ მას მერე გაახსენდათ, რომ ენდრუ ჯექსონი თავის რაზმით შეიძლება სასარგებლო იყოს. და აღმოჩნდა კიდე სასარგებლო. პრაქტიკულად პოლიტიკური კარიერა გაიკეთა სამხედრო გამარჯვებებით. მისი ესეთი ნაციონალურ გმირად ქცევა მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ წავიდა ფლორიდაში, ფლორიდის დასაპყრობად, ასაღებად, მისათვისებლად, ასე ვთქვათ, და ამ დროს დაიწყო ომი ინგლისთან და ახალ ორლეანთან ინგლისელები გლაურობდნენ. სწორედ ენდრუ ჯექსონი თავისი ჯარით აღმოჩნდა გამარჯვებული და ის ადამიანი, რომელსაც ახალი ორლეანი დაუბრუნა ამერიკას. და ეს უკვე ძალიან დიდი ესეთი მძიმე პოლიტიკური ბექგრაუნდი, მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფიული ადგილი იყო, რასაც უკვე ანგარიში უნდა გაეწიათ. მანამდე იყო ცნობილი დუელანტი, სხვათა შორის აქ ეს დეტალიც მნიშვნელოვანია. პირველი დუელი, რომელიც ჰქონდა რაღაც ასე ვთქვათ, სულელნური მიზეზის გამო, ორივე დუელანტმა ისროლა ჰაერში. მეორეც ასევე. ანუ მე რას ვამბობ, ეს არ იყო სისხლისმცემელი ადამიანი, მას შეიძლება ყველა უფლება ჰქონდა დუელში ესროლა და მოეკლა. მაგრამ მაინც გამოსავალს ეძებდა. და პირველი, როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, დუელში მოკლა, ეს მოხდა მაშინ, როდესაც პირველი სროლის უფლება ჰქონდა მის მოწინააღმდეგეს, იმან ესროლა, მოარტყა და სასწაულად გადარჩა ენდრუ ჯექსონი, იმიტომ რომ აი გულის ფიცრის ძვალმა გააჩერა ტყვია. მაშინდელი ტყვია გააჩერა, იმიტომ რომ პისტოლეტები იყო და გაბრაზებულმა ჯექსონმა აღარ ისროლა ჰაერში, ესროლა მოწინააღმდეგეს და მოკლა. ამის მერე წავიდა უკვე პარტიული მოღვაწეობა, აირჩიეს სენატორად, აირჩიეს იყო მოსამართლე, ისწავლა იურისპრუდენცია. ანუ წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით განათლებაც თვითონ მიიღო. და ბიოგრაფიასაც ატყობთ, უფრო ახლოს იყო ხალხთან, არც მონები ყავდა თავიდან, თუმცა კი მერე ცოლი მოიყვანა, მონებით შეიძინა და ბოლომდე იყო აი ამ მონათლობელობის მომხრე, თუმცა ემხრობოდა, ასე ვთქვათ, რბილ მონათლობელობას, ამბობდა, რომ პატრონის მოვალეობაა, რომ კარგად მოექცეს და კარგად აცხოვროს თავისი მონები, მაგრამ მონათლობელობაზე უარს არ ამბობდა. ენდრუ ჯექსონმა პირიქით დარტყმა მიაყენა ემბოლიციონის, როდესაც წავიდა ფოსტით აგზავნიდნენ მიმართვებს მონათლობელობის საწინააღმდეგოდ და ენდრუ ჯექსონმა მიიღო კანონი, დაუკვირდით აი ამასაც. ენდრუ ჯექსონი ცნობილია როგორც კანონის დამრღვევი და თავის ნათქვამა პრეზიდენტი, მაგრამ დაუკვირდით, როდესაც საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა მოუნდა, კი არა აკრძალა ან ძალისმიერი მეთოდებით, რომელიც ახლა ჩვენთვის ძალიან ცნობილია, ახლო მეზობელი რასაც აკეთებს, არამედ კანონი მიიღო, რომ აი ეს მისი საწინააღმდეგო პოლიტიკური პროკლამაციები სახელმწიფო პოსტით აკრძალა, არ გაეგზავნათ და კერძო გზავნილები და კერძო დასაკვირველი ამას ხელს ვერ შეუშლიდა და ამიტომ შეიძლებოდა. მას ხას უსვამ, იმიტომ რომ შესაძაც ამბობენ, რომ ენდრუ ჯექსონი დიქტატორი იყო, დიქტატორობის საზღვარი დაინახოთ, რომ მაინც კანონით მოქმედებს. ასევე ენდრუ ჯექსონი იყო მიღები ინდიელების აქტის. ანუ ძალიან ებრძოდა ინდიელებს და ფაქტობრივად ითვლებოდა ინდიელების, ასე ვთქვათ, ყველაზე მძიმე მტრად ამერიკის ისტორიაში, მაგრამ აქაც დაუკვირდით. კანონი მიიღო
და 70 ხელშეკრულება დადო ინდიელებთან. ანუ რას მინდა ეცეთ ხავსი გავუსვა ეს ხელშეკრულებები ზოგი სრულდებოდა, ზოგი არა, ცხადი არა დროც იყო, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ მოლაპარაკებით რაღაცა გზა ეპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალისმიერი გადაწყვეტის მომხრეც იყო. პირველი მცდელობა პრეზიდენტობისა, წინა პრეზიდენტის ძროხს მოვყევი, ჯონ კვინსი ადამს დაუპირისპირდა, ვერც ერთმა ვერ მოიგო და ენდრუ ჯექსონმა წააგო მხოლოდ სენატის გადაწყვეტილებით. და მაშინ ჩათქვა თავის მომხრეებს, უთხრა რომ არ გაახაროთ ეს პრეზიდენტი ბოლომდე ებრძოლეთ. და ყველა პოლიტიკურ ნაბიჯში წინააღმდეგი იყვნენ და შემდეგ უკვე თულად არ გაუსვი ტრამპის პრეზიდენტობასთან ანალოგია, უკვე 29 წელს სრულიად განსხვავებული კომპანია ჩაატარა. ამბობენ ამერიკაში რომ პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მოიგო ხალხის ხმებით ფაქტიურად და არა რაღაცა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით. კომპანია იყო ცნობილი პირველი ამერიკაში, რომ იყო უსაძაგლესი კომპანია, ესე იგი ერთმანეთის ლანძღვაგინებით, რაღაცა ცუდი სიტყვებით, უჩვეულო იყო მაშინ იმ ელიტისთვის, რომელსაც დამფუძნებელი წარმოადგენდნენ ესეთი ლექსიკაც, მაგრამ ენდრუ ჯექსონმა გაიმარჯვა. და ამბობდნენ, რომ ის არის ხალხის არჩეული პრეზიდენტი. თვითონ პრეზიდენტობა რა გითხრათ, ისევ იყო ეს სულ ბრძოლაში. ებრძოლა ამერიკის ბანკს, გააუქმა ამერიკის ცენტრალური ბანკი. რატომ? გააუქმა იმიტომ, რომ თქვა, რომ ისინი არიან მევახშეები. იმ ინსტიტუციას, რომელიც ბანკის მაგივრად ჩამოაყალიბა, ფერმერებისთვის გაეცა კრედიტები ფაქტიურად ყველანაირი შეღავათებით და დაბალი პროცენტებით. მოვიდა თუ არა, იმ წუთში დაიწყო ბრძოლა კორუფციასთან. დაიჭირა ჯონ ადამსის უახლოესი პოლიტიკური თანამებრძოლი, მაგრამ დაიჭირა საქმისთვის, აღმოჩნდა, რომ გაფლანგვა ჰქონდა მას. მაგრამ შემდეგ მაინც წავიდა ცუდად საქმე, იმიტომ რომ პროფესიონალების მაგივრად ნიშნავდა იმ ხალხს, რომელიც მისი ერთგული იყო და ამან იცით რა შედეგი მოაქვს ხოლმე ამას პოლიტიკური და საქმიანი და ძალიან მერყევი იყო თვითონ ამერიკის სიტუაციაც. თუმცა ვალიდან გამოიყვანა ქვეყანა და შემდეგ პრეზიდენტს, რომელიც მისი სახელმწიფო მდივანი იყო, დაუტოვა საკმაოდ მძლავრად ფეხზე დამდგარი ამერიკული ეკონომიკა. ამავე დროს ძალიან მიუმატა ტერიტორიები ამერიკას, იმიტომ რომ აი სწორედ ინდიელთა წინააღმდეგ მიღებული კანონით, სწორედ ენდრუ ჯექსონის დროს ამერიკამ დაიწყო თავისი სვლა დასავლეთისაკენ, როდესაც აი ჩვენ ფილმები ხშირად გვახსოვს ველური დასავლეთი, ამისი ათვისება, აი სწორედ ენდრუ ჯექსონის პერიოდი, როდესაც ეს დაიწყო. და მინდა გითხრათ, რომ მომხრე იყო ასევე ტეხასის, მაშინ ტეხასი შედიოდა მექსიკის შემადგენლობაში, იქ დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ენდრუ ჯექსონი არაოფიციალურად ამარაგებდა ტეხასელ მეამბოხეებს იარაღით, ყველანაირად ხელს უწყობდა. მას არ ურჩევდნენ, რომ ეღიარებინა დამოუკიდებელი ტეხასი, რომელიც იყო 1936 წელს და თავისი პრეზიდენტობის ბოლო ოფიციალურ დღეს, 37 წელს, მაინც ბოლო დღეს მოაწერა ტეხასის დამოუკიდებლობას აღიარებას ხელი და ისე წავიდა პრეზიდენტობიდან. მერეც ძალიან ისეთი გავლენიანი კაცი რჩებოდა ამერიკის პოლიტიკაში და დღესაც ცნობილია როგორც პირველი მეამბოხე ამერიკის ისტორიაში პირველი მეამბოხე პრეზიდენტი გენერალი ენდრუ ჯექსონი. ეს მინდოდა დღეს მომეყოლა და ნარჩენი მომავალ კვირას.